წარმოიდგინეთ მუდამ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მუდამ იყო მდგომარეობაში, როცა განიცდი მუდამ ღმერთს შენს გულში უпроსწორებ. წარმოგიდგენიათ, რა სისავსის განცდა გაქვს, რომ შენთვის სიცოცხლე რომ მართლა სხვა ხდება და ნამდვილი, გესმით? აი ეს მდგომარეობა, რომელიც რა თქმა უნდა თუ ეს ასია და ადამიანს რაღაცა რელიგიური მოჩვენებები არ აქვს, ესეთიც არსებობს, ის აუცილებლად ტრანსფორმირდება მოყვასისადმი სიყვარულში, რაც მეტად, რაც უფრო ხშირად, რაც უფრო ინტენსიურად, რაც უფრო სიღრმისეულად, რაც უფრო მეტი განცდით შენთან არის ღმერთი, მით მეტად გიყვარს ნებისმიერი ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. როგორ გჭირდება დღეს საქართველოში ეს? რას გავართ შეხედა? რას გავართ უბრალოდ? როგორ გჭირდება ერთმანეთის სიყვარული? სინამდვილეში, აი, ყოველი ადამიანი ტრებიც რო არიან ერთმანეთს რო უყურებენ მტრულად, სინამდვილეში ორივე რა საყვარელია, რომ დაფიქრდნენ, რომ შეხედონ. რამდენი აქვს საერთო ერთმანეთში, აი არ ვიცი და მაგრამ ამის ძალა ადამიანს არ აქვს. მithumet ეს ქართველ კაცს როგორი პატივმოყვარები ვართ, რწმენა გჭირდება ნამდვილი წმენა გჭირდება. მიმტევებლობის უნარი. თუ ჩვენში ქრისტეა, ჩვენ ქრისტეს დარად ვიცხოვრებთ და ერთმანეთს ქრისტეს თვალებით შევხედავთ. ერთ წამში გავერთიანდებით, გავძლიერდებით, გავმტკიცდებით, გავწყინდებით, სამაგალითო ვიქნებით ამ თავზე ცაჩამოქცეული მსოფლიოსათვის. ხო ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში? ისეთი პროცესები მიდის. ზოგი ამბობს ხოლმე, რომ კი ეგეთი გარყვნილება, ეგეთი უბედურება, ესე კაცია თუ ქალია თუ ბავშვების უკიდურესი გარყვნილებით აღზრდა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი რაც ხდება, ადრეს იყო ამბობენ. იყო, როგორ არ იყო? ქრისტემდე იყო. მერე კაცობრიობამ ქრისტე შეიმეცნა. ქრისტესთან დადგა, შეიქმნა უბწყინვალესი, უდიდებულესი ქრისტიანული ცივილიზაცია მსოფლიოში. და მერე შეაქციეს ქრისტეს ზურგი და ისევ იმ წუმპეში წავიდნენ. და პავლე მოციქული რას ამბობს ამ მდგომარეობაზე, როცა შეიმეცნებ და ზურგში აქცევ, ასეთი ადამიანისათვის აღარ არჩება მსხვერპლი გამოხსნისა. მოვიდა ღმერთი, შენთვის მოკვდა, შენ დაინახე, უი რა კარგია, უი გავწყვინდი, გავნათლდი, დიდებული გავხდი, ეხლა მეყოფა, ზურგი შევაქცია და წავედი, მორჩა. აღარაფერი აღარ მოხდება, მეტი რა გავმოხდეს, ღმერთი მოვიდა ადამიანად, შენ ჯერ მიიღე და მე უარყავი. აღარაფერი მოხდება, ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ მსხვერპლი აღარ არჩება ასეთისთვის. და რჩება რაღაც საზარელი მოლოდინი, რომელიც დამთავრდება ანტიქრისტეს გამეფებით და კაცობრიობის ტოტალური განადგურებით, სულიერი განადგურებით. და ჩვენ არ გვინდა ამაში მოვყვეთ. არ გვინდა პოტენციურად ამის შესაძლებლობა რომ არ მოვყვეთ არსებობს. ეს ჩვენს რაღაცა გენეტიკურ მეხსიერებაში, სადღაც რაღაცაში დევს ქართველში, მე არ ვიცი ეს როგორ, მაგრამ არის. ოღონ ერთი რამ მჭირდება. დავინახოთ ცხოვრების საზრისი იესო ქრისტე და ყველაფერი თავის ადგილას უმოკლეს დროში დაალაგდება. და თუ არა და აი რა ვიცი. ჯეჯურობით, აი როგორ არის, აი ღმერთს უჭირავს ქართველიერი. თუ მიგვიშვა, წამის ყოფაში გავქრებით. ჩვენ მოვესწრებით, რომ ჩვენ აღარ ვიარსებებთ. აი ჩვენ მოვესწრებით, ღმერთმა რომ ხელი გაგვიშვას. ეს უახლოეს 10-15 წელიწადში მოხდება. მაგრამ აი ესე უჭირავთ. ეთყობა ჩვენში რაღაც პოტენციას ხედავს.